კიდევ ერთი ქართველი ბუნდესლიგაში. გიორგი გოჩოლეიშვილი ჰამბურგში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი მენეჯერთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გერმანიის უმაღლესი ლიგის კლუბში ერთწლიანი იჯარით დონეცკის შახტარიდან გადავიდა. გოჩოლეიშვილის გარდა ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძეც ითამაშებს, რომელიც ჰაიდენჰაიმის ღირსებას იცავს. გიორგი გოჩოლეიშვილი მეათე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ევროპის ტოპ 5 ლიგის გუნდში გადავიდა. აქამდე ერთდროულად 10 ქართველზე მეტ ტოპ ლიგის გუნდში არ უთამაშია. ყველაზე მეტი 4 ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშობს. იტალიის სერიაში 3 ქართველი ასპარეზობს. გერმანიის ბუნდესლიგაში 2 ქართველი, ხოლო ინგლისის პრემიერ-ლიგაში ლივერპულის ღირსებას გიორგი მამარდაშვილი იცავს. პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მცველი და პორტუს ყოფილი კაპიტანი ჟორჟი კოშტა 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ცნობით მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. პორტუგალიური კლუბის განცხადებით ჟორჟი კოშტამ გუნდის ბაზაზე პრესასთან საუბრის შემდეგ თავი შეუძლოდ იგზნო და გონება დაკარგა. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. კლუბი წერს, რომ კოშტას 2022 წელსაც ჰქონდა გადატანილი გულის შეტევა. ნიუკასლის ფეხბურთელი მეტ ტარგერი სეულის აეროპორტში დარჩა. კლუბი სამხრეთ კორეის ტურნეს შემდეგ ბრიტანეთისკენ მიემგზავრებოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის წევრებმა ბორტზე ფეხბურთელის არ ყოფნა მხოლოდ ინგლისში დაბრუნების შემდეგ შეამჩნიეს. ნიუკასლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტარგეტი უსაფრთხოდ არის და ის უკვე სახლში იმყოფება.